სამ ქვეყანაში პირველად წარმოთქვა ფრაზა ცხვარი და ოციანი, ალბათ ვერც კი წარმოიდგენდან, რომ ბევრი წლის შემდეგ ამ ოციანში ამერიკულ კოკა-კოლას ჩამოასხამდნენ. ფეხზე პოლიტიკურად ცხვარ გამობმულმა ქოცმა იფიქრა და ჩვენზე და გარემოზე ზრუნვის მოტივით ახალი რეგულაცია მოიფიქრა. მიმდინარე წლის 1 ივლისიდან კვების ობიექტებს ეკრძალებათ მომხმარებლისთვის სასმლის მიყიდვა პლასმასის ბოთლებით, ხოლო მომდევნო წლის თებერვლიდან პლასმასის ბოთლებში სასმლის წარმოებაც იკრძალება. დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სასმელს 20 ლიტრიან ჭურჭელში ჩამოასხამენ. რა რეალური შედეგის მომტანია ეს რეგულაცია გარდა იმისა, რომ წარმოება გაძვირდება და შესაბამისად მომხმარებელს პროდუქტი გაუძვირდება, ანუ რომელი ქვეყნის გამოცდილებას ეყრდნობა ქოცი, ამაზე პასუხი ჯერჯერობით არ არის. ეს ფასების შემცირების კომისიაც გამალებით მუშაობს, თუმცა ჯერჯერობით ყველაფერი ძვირდება და ჯერ გაძვირებული და შემდეგ ორი თეთრით გაიაფებული კვერცხით, სამწუხაროდ ვერც გაძვირებულ ბენზინს ჩავენაცვლებთ და ვერც გაძვირებულ პურს. საქსტადის მონაცემებით სურსათი 2026 წლის თებერვალში წლიურად 9.5%-ით გაძვირდა. თითქმის 6%-ით გაძვირდა ჯანმრთელობის დაცვა. სხვადასხვა ბიზნეს გასამართ სადგურებზე სხვადასხვა სახის საწვავი 2-დან 18 თეთრამდე გაძვირდა. მაგალითად, ვისოლის ქსელში ყველა ტიპის საწვავის ფასი ბოლოს 10 იანვარს შეიცვალა. თუმცა საწვავი 7 მარტსაც გაძვირდა. ბოლო ცვლილების შედეგად ზრდა 15 ან 18 თეთრია, მაგრამ სამაგიეროდ გვაქვს კვერცხი, რომელიც თურმე გაიაფდა. თუმცა თებერვლის მონაცემებით კვერცხი წლიურად 3.6%-ით გაძვირდა. მხოლოდ წინა თვესთან შედარებით გაიაფდა 3.4%-ით. ანუ კვერცხი ახლა იმაზე ძვირი ღირს, ვიდრე წინა წელს ღირდა და ამის მიხვედრას მათემატიკის ცოდნა არ სჭირდება. და ასეც რომ არ იყოს და მართლა გაიაფებულიყო. მე არ მეგულება არც ერთი მოქალაქე, რომელმაც ორთეთრიანი კლებით რაიმე შეღავათი იგრძნო. სამაგიეროდ ორთეთრიანი ფასნამატი ვერ ეყოფა გამაგრილებელი სასმელებისა და მათ შორის წყლის, პლასმასიდან მინის ბოთლებში გადატანას. თუ არ გვინდა გაძვირება, პლასმასის ოციანში უნდა ჩავასხათ ტარხუნის ლიმონათი. ოციანი იქეთ იყოს და რასაც ნამდვილად ვერ დაუკარგავთ ოცნებას, ფასების შემცირების კომისიის სხდომების ენთუზიაზმია. ნამდვილად ტარდება სხდომა სხდომისთვის, ცოტა ბიზნესისთვის თითის დასაქმნელად, ხალხზე ზრუნვის აფიშირებისთვის. მაგრამ გარდა იმისა, რომ არანაირი შედეგი ჯერ არ დამდგარა და ამის შემდეგ ყველაფერი კიდევ უფრო მეტად გაძვირდა, რას იღებს ან რას იგებს მოსახლეობა ამ სხდომებისგან ჯერჯერობით გაურკვეველია. ხარჯები არის 30. 30 რო გავყოთ 100, სულ სხვა პროცენტს მივიღებთ და 30 რო გავყოთ 60, სულ სხვა პროცენტს მივიღებთ. აი ამაზე არ ვუყოთ საუბარი. მე გეუბნებით რომ მაგ revenues აუდიტი ორივე საკლებს, მაგრამ საერთოდ ჯამში კითხვა მაქვს ძალიან მარტივი მაშინ. EBITDA-ს მარჟა არასწორია, ამას მეუბნებით თქვენ კომპანიის და ისა IFRS-ის მარჟა არასწორია. IFRS სტანდარტი სხვანაირად ითვლება. Net profit-ის მარჟა არასწორია, ამას მეუბნებით. Net profit-ის მარჟა თუ რასაც უყურებთ? Net profit-ის მარჟას მე რასაც უყურებ 2024 წელს თქვენი აუდიტის რეპორტით არის 16 მილიონი. ეს არასწორია თქო. 24 წელს 16 მილიონი. 16 მილიონს 630,000 ეს სწორია თუ არასწორია? სწორია ხო? ეს გამოდის იმ ციფრებიდან მე რასაც გეუბნებით თქვენ. და ამ შემთხვევაში ხო EBITDA გაქვთ 20 მილიონი. EBITDA-ს პროცენტი გამოდის 3.8. მარტივად გეუბნებით. რა თქმა უნდა, ამას შემდეგ აკდება ინტერეს კოსტი, ამორტიზაცია, ასე შემდეგ, თუმცა ამორტიზაცია არ არის ქეშაიდები. ხო და საერთოდ ჯამში ესე იგი ეს ციფრები სწორია მე რასაც გეუბნებით. აბსოლუტურად. სიმდიდრით გამორჩეული დეპუტატები სიღარიბეს ამ სახით ებრძვიან. როგორც ჩანს, ქოც გონია, რაც უფრო გაუგებრად ილაპარაკებს, მით უფრო დამაჯერებელი იქნება მოქალაქეებისთვის. ამასობაში კომისიის წევრებს ბიზნესი ძალიან გასაგებად უხსნის, რომ ვერაფერს გააიაფებენ. ჩვენ ახლა კომიტეტის წარმომადგენლებმა მაგალითად დღეს რომ გთხოვოთ, რომ ორშაბათისთვის პირობითად გააიაფოთ 10%-ით, პირობითად 5 ან 10 პროდუქტი. რძე, კვერცხი, წიწიბურა, შაქარი, მაკარონი 10%-ით ორშაბათიდან. მაინტერესებს ყოველას პასუხი სათითაოდ თუ შეგიძლიათ ეს. რის ხარჯზე წარმოგიდგენიათ აღნიშნული? დაპირგეთ, მე არ გეკითხებთ რის ხარჯზე, შეგიძლიათ თუ არა, ჩვენ რომ გთხოვოთ დღეს ორშაბათს
10%-ით, აი ეს პირობითად ჩამოთვლილი 5% გაიაფოთ, თუმცა ძალიან გთხოვთ ესე კი ან არა მიფასო. ანუ ნახეთ, თუ ეს პრინციპული საკითხია და პრინციპული მოთხოვნა, რაღაც მოკლევადაში შესაძლებელია, მხოლოდ იმიტომ, რომ მოთხოვნის საფუძველზე არის შესაძლებელი, ანუ თუ თქვენი მოთხოვნა იქ რაღაც პირობითად 2 დღე, 3 დღე, თორე გრძელვადაში აღნიშნულის გაკეთება, რა თქმა უნდა, შეუძლებელია, იმიტომ რომ ზუსტად იმ პროდუქტებს, რაც თქვენ ახსენეთ და ჩამოთვალეთ, ფასდამატი კი არა. ანუ ის 2 დღე როგორ გაიაფებთ თუ თქვა არ შეგიძლიათ სამომავლოდ? ხარჯზე დანარჩენი პროდუქტები ანუ ვერ გაიაფებთ. მოგების ხარჯზე, რა თქმა უნდა, ვერ გავაიაფებთ, იმიტომ რომ გრძელვადაში ვერ გავაიაფებთ ანუ მე ვერანაირად. გეკითხებით, შეგვიძლია თუ არა გავაიაფოთ 1 თვე, 3 თვე, 1 წელი? ვერ გავაიაფებთ. 10%-ით ბატონო სოსო. შეუძლებელია. უკაცრავად თქვენც იქნება მიპასუხოთ. მოგესალმებით. თავს მე წარვადგენ. უცებ მიპასუხებთ, ანუ პრინციპში ეგრე არ მუშაობს ბიზნესი, რომ არა, ეს ვიცი. რაღაც სტრუქტურიდან დაუშვათ ნებისმიერი და მთხოვეს, რომ გავაიაფოთ და გავთ ეგრე არ მუშაობს. უკაცრავად არც პარლამენტი არ მუშაობს ესე, რომ რაღაცებს ვთხოვდათ, ჩვენ ვიღებთ კანონებს, რეგულაციებს და შესაბამისად ხდება. უბრალოდ ეს ალბათ რიტორიკული კითხვა იყო და დავაზუსტოთ. რიტორიკულად ოპოზიციის წარმომადგენლის. რიტორიკულ შეკითხვაზე პასუხია, რომ არა, ვერ შევწყვეტ. არა და ზუსტად ასე გაიაფთა კვერცხი ხელისუფლების მოთხოვნის საფუძველზე. ახლა ბიზნესი ირწმუნება, რომ მეც ვეღარაფერს გაიაფებს. ის ძალით ვითომ გაიაფებული კვერცხი, რომელიც პროპაგანდისტვის გამოდგა მხოლოდ მათი მაქსიმუმი აღმოჩნდა. თუმცა ყველაფერი დაკარგული მაინც არ არის. პროპაგანდისტვის შესაძლოა ეს სცენარიც გამოდგეს. პირველადი მოხმარების პროდუქცია აღარ ჩამოვთვლი უკვე რამოდენიმეჯერ ჩამოვთვალე, მუშაობს cashback-ის გარეშე მაქსიმუმ 10%-იანი ფასდამატით. მაგის გაიაფება შეუძლებელია. ჩვენ თუ ვართ შეკრებილები იმისთვის, რომ როშენის ბამბანერგა გავაიაფოთ, ეს გამოიწვევს შაქრის გაძვირებას. პირდაპირ გეუბნებით, შეუძლებელია ჩემი ხედვით, რომ ეს გაიაფდეს. ბამბანერგის გაიაფებაზეც შეიძლება მშვენიერი პროპაგანდის აწყობა. ისე მაგალითად როგორც კვერცხზე იყო. ერთი კვირა ეყო კვერცხის 2 თეთრით გაიაფება, აც უკვე ბრიტანეთის მიერ დასანქცირებულ თუ აწი დასასანქცირებელ პროპაგანდისტულ არხებს სიუჟეტების მოსამზადებლად. მანამდე სანამ გაირკვა, რომ სინამდვილეში კვერცხი წლიურად კი არ გაიაფდა, არამედ გაძვირდა, მაგრამ შოთა მაინც არ ნებდება და გამოსავალს ეძებს. რომ ნაშთების სწორი მართვა საშუალებას გაძლევს დამატებული ღირებულების შექმნას და ხარჯის ნაცვლად ქმნის ბიზნეს ეფექტურობას. დიახ, და ეს პროცესები თუ კი მასიურად იქნა დანერგილი, საშუალებას მოგცემთ, რომ სექტორი გაუმჯობესდეს. დიახ, რა თქმა უნდა, მასიურად ამას ძალიან დიდი შრომა და ძალიან დიდი გასაგებია, შრომა უნდა ყველაფერს. კი გენაცვალ. ყველა თავისებურად შრომობს. ზოგმა ბიზნესმა პროდუქტი უნდა გააიაფოს, იმიტომ რომ ქოცის პროპაგანდას ახლა ასე სჭირდება. ზოგმა ტარხუნის ლიმონათი უნდა ჩამოასხას 20-იანში. ზოგმა ქეშად უნდა მიიტანოს რეკლამის ფული დასანქცირებულ იმედზე. შოთა კიდე კომისიის ხდომებს ჩაატარებს და საყიდლებზე დახარჯავს მილიონამდე ლარს. თან იანვრიდან შოთას ხელფასი გაიზარდა. შოთასიც და ყველა მისი კოლეგისაც, მინისტრებისაც, სხვა თანამდებობის პირებისაც 1000 და მეტი ლარით, პენსიაც გაიზარდა 20 ლარით. ანუ ჩვენ უყურებთ და ახსენებენ, რომ ძალიან ჭირდა ამის გამო ხომ არ ჯობდა თქვენი ოცნების მთავრობას ეზრუნა პენსიების 200 ლარით გაზრდაზე, რომ რაშუაში არის პენსია ეხლა? სიძვირეზე და ფასებზე საუბრისას მართლაც რაშუაშია პენსია. ეს კომისია იმისთვის შეიქმნა, რომ ქართული ოცნება ხალხზე მზრუნველ ხელისუფალად წარმოჩინდეს. ამიტომ პენსიაზე საუბარი მომგებიანი არ არის, არც გაჭირვებაზე. აქ უნდა გამოჩნდეს, რომ პროდუქტებზე სიძვირე მხოლოდ ბიზნესის ბრალია და მხოლოდ ამავე ბიზნესის ნებაზია დამოკიდებული მათი გაიაფება. არა გადასახადებზე, არა ინფლაციაზე, არა ქოცის ეკონომიკურ პოლიტიკაზე. არა და როგორც ირკვევა, ბიზნესმა ბევრად უკეთ იცის მომხმარებლის ქცევა და გასაჭირი, მათ შორის უბნების მიხედვით. ყველაზე იაფი პროდუქტი, მაგალითად, მავიღოთ თემქის და ვაკის შედარება, მე ორივე განმაქვს ობიექტი. თემქაზე ყველა 5 თეთრიანი განსხვავება შაქარზე სენსიტიურად მოქმედებს, ხოლო ვაკეში არ მოქმედებს. ანუ ვაკეში შაქარი არ აინტერესებს მომხმარებლის 80%, 20% უყურებს იმას. შაქრის ფასი კონკრეტულად რა. ანუ რატო ვაპელირებ იცი შაქარს ყველაზე მაღალი გაყიდვა აქვს რა. მოქალაქეებზე ზრუნვაში მოღლილმა ქოცმა შეიძლება ისიც გითხრას შაქარი მავნებელია და რაც ნაკლებს მიიღებთ, მით უკეთესიო და ასე გადაწყვიტოს ძვირი შაქრის პრობლემა. და კიდევ ერთი სიახლე, რასაც მინდა ყურადღების გამახვილება, როგორც მოგეხსენება, ჩვენ შემოვიღეთ ახალი რეგულაციები 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანასთან დაკავშირებით და გვინდა გარკვეული კორექტივები შევიტანოთ ამ გადაწყვეტილებაში, კერძოდ შემოყვანის აღრძალვის ნაცვლად შესაბამის ავტომობილებზე, ანუ 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილებზე დაწესდება გამბაშების 4.5 ლარიანი
ტარიფი, ანუ აქციზი იქნება შესაბამისი თანხით განსაზღვრული ერთ კუბზე 4.5 ლარი შესაბამისად ჩანაცვლდება შემოყვანის აკრძალვა შესაბამისი გაზრდილი აქციზის ტარიფით. ეს გადაწყვეტილება არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ჩვენ ვიზრუნოთ ეკოლოგიაზე, გარემოს დაცვაზე. ოცნების კიდევ ერთი ძლიერი მხარე ბიზნესის დატერორების გარდა მათ მიერვე გამოგონილი პრობლემების გადაჭრა. ოღონდ ეს გადაწყვეტები ცხადია ხალხის სასიკეთო არაა. ჯერ თქვენს 6 წელზე მეტი ასაკის მანქანების შემოყვანა საუკრძალავთო და შემდეგ გამოსავალი იპოვეს და არ ავკრძალავთ, უბრალოდ გამბაჟებას გავაძვირებთო. გაძვირებაც არის და გაძვირებაც. არსებული მდგომარეობით 6 წელზე მეტი ხნის წინ გამოშვებული ავტომობილების იმპორტისას მათი გამბაჟებისთვის ძრავის თითოეული კუბური სანტიმეტრი 80 თეთრის აქციზით იბეგრება. ცვლიებით კი ტარიფი 4 ლარნახევარი გახდება, რაც აქციზის თითქმის 6-ჯერ გაზრდას ნიშნავს. უფრო გასაგები რომ იყოს, ვისაც ფული არ გაქვთ, რომ შედარებით ახალი მანქანა იყიდოთ, ძველის ყიდვისას მისი გამბაჟება დაახლოებით 7-დან 9,000 ლარამდე დაგიჯდებათ. მაგდენი ფული რომ გქონდეს ადამიანს, ხო ახალს იყიდაო, იკითხავს ზოგი და მართალიც იქნება. მაგრამ ღარიბების პრობლემები რომ ქოც დიდად არ აინტერესებს, ეს ზოგი აქამდე უნდა მიმხვდარიყო. ქოცების ფერარებს ეს რეგულაცია არ შეეხება. ძალიან ჭირს ამ ფასების დაკლება. არაფერი არ ჭირს. არაფერიც არ ჭირს. მერერა რომ ამ კომისიის შექმნის შემდეგ თითქმის ყველაფერი გაძვირდა ქვეყანაში. საჯაროდ იმის გაჟღერება რომ ფასები ვერ დაიწევს, ქოცისთვის ახლა არა მომგებიანია. დაპირებებისა და უკეთესის მოლოდინის შექმნა ქოც არ ესწავლება. ოდითგანვე მოსდევს. რაც შეეხება ეკონომიკურ ზრდას და მისი ტემპების ზრდას, პირველ წელიწადს ეს იქნება ძალიან რთული. ამას შეიძლება საკმაოდ დიდი მოსამზადებელი პერიოდი. მე ვფიქრობ, რომ მეორე წელიწადი იქნება უკვე საგრძნობლად უკეთესი. მესამე იქნება ის, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი ამას უკვე საკუთარ ჯიბესა და საკუთარ ოჯახებზე იგრძნობენ. მეოთხე წელიწადი იქნება ძალიან კარგი. ზუსტი წლები აღარ სახელდება, მაგრამ ოდესმე ყველაფერი იქნება კარგად. პარკებს აუკრძალავთ, პლასმას, ძველ მანქანებსაც. მერერა რომ ლამის მთელ სამყაროს ცეცხლი უკიდია. გიჟი იმისია, რომ ამ დროსაც თმას უნდა ივარცხნიდეს. ქოცი ადამიანებს აგენტებად გამოაცხადებს, უსამართლოდ დაიჭერს, დაასისხლიანებს, აკრძალავს აქციას, განსხვავებულ აზრს, მიიღებს რეპრესიულ რუსულ კანონებს, მაგრამ სამაგიეროდ გარემოს დაიცავს. ევროკავშირი ადამიანის უფლებების დაცვას, კანონმდებლობის გამოსწორებას, დემოკრატიულ არჩევნებს და სასამართლოს დამოუკიდებლობას გთხოვს. მაგრამ ჩვენ ყველაფერს პარკებისა და პლასმასის აკრძალვით დავიწყებთ. არაუშავს თუ ეს სიღარიბით გაწამებული ადამიანის ცხოვრებას კიდევ უფრო დაამძიმებს. გარკვეული შეიძლება ითქვას გაძვირება გამოიწვიოს, მაგრამ ეს არ იქნება კატასტროფული გაძვირება და გიძვირდება ყველაფერი, მაგრამ არაუშავს. ზოგადად ამ ღარიბების პრობლემებით ძალიან დაღლილები ჩანან მდიდარი მაღალჩინოსნები. სოლომონი, ნინო, შოთა. ქვეყანაში სადაც 700,000-ზე მეტი სოციალურად დაუცველია და მოშიმშილე ბავშვების რიცხვი წლიდან წლამდე იზრდება, რა უნდა ქნას ხელისუფალმა, თუ არა პლასმასის აკრძალვა. აბა ომი ხომ არ გვინდა, ჩვენს კაცებსაც ხომ ვერ გავათხოვებინებთ ევროპას. სჯობს სუპს დავჯერდეთ. ასეთია მდიდარი ქოცის მორალი, რომელმაც ზუსტად იცის, რომ არც გურამ მაჭარაშვილს დააძალებს ვინმე გათხოვებას და არც შოთა ბერეკაშვილს, მაგრამ პროპაგანდის გარდა არაფერი დარჩა და რაც დრო გადის, ეს პროპაგანდა თანაც უკვე სანქცირებული, სულ უფრო და უფრო აბსურდული ხდება და ამავე პროპაგანდის აბსურდულობის პირდაპირ პროპორციულად ღარიბდება საშუალო სტატისტიკური მოქალაქე.